წარმოიდგინე, ადამიანი თავისი ქედმაღლობით თვითონ იმარცხებს საკუთარ თავს. ეს რჩევები შეცვლის შენს ცხოვრებას. ნახე, თუ კი ვიღაცა სულელი გქონი ხარ, არასდროს ეცადო დაუმტკიცო საპირისპირო. არასდროს ეცადო დაუმტკიცო, რომ ჭკვიანი ხარ, იმიტომ რომ როდესაც ვიღაცა სულელი გქონი ხარ, ის ვერ ელოდება შენგან ჭკვიანურ ქმედებას. როდესაც ის არ ელოდება შენგან ჭკვიანურ ქმედებას, ის ვერ დაიცავს თავს შენი ჭკვიანური ქმედებიდან. და შესაბამისად, თუ კი ასეთი ადამიანი გებრძვის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაწყობს, რომ მას სულელი ეკონო. შენ გაწყობს, რომ მან შემოქმედოს ზევიდან, იმიტომ რომ ამ დროს თავს ვერ დაიცავს. წარმოიდგინე, ადამიანი თავისი ქედმაღლობით თვითონ იმარცხებს საკუთარ თავს. თავისი ქედმაღლობით თვითონ იქმნის პრობლემებს და შენ ამ დროს ცდილობ რომ დაანახო და დაუმტკიცო რომ ჭკვიანი ხარ. კარგი? არ ყოფილ ხარ ჭკვიანი, თუ კი ამას ცდილობ. და კიდევ ერთი, არასდროს დაიწყო თავის მართლება, როდესაც ადამიანს უარს ეტყვი. თუ კი ვიღაცას უარი უთხარი იმაზე, რისი გაკეთებაც უნდოდა რომ გაგეკეთებინა, არ დაიწყო თავის მართლება. შენი თავის მართლება მის ტვინში არის გაგებული არა როგორც სიმართლე, არამედ როგორც შენი წუწუნი იმისათვის, რომ მეტი არასდროს აღარაფერი აღარ გთხოვს. ამ დროს უფრო ცუდად ხედავენ, ვიდრე უბრალოდ რომ უთხრა უარი და ახლა არ შემეძლია და მორჩა. მოკლედ, გოგოებო და ბიჭებო, ვისაც ფსიქოლოგია მოგწონთ, გირჩევთ გაიაროთ ჩემი ფსიქოლოგიური ტესტები, უბრალოდ კომენტარებში დამიწერო სიტყვა ტესტი და გამოგიგზავნით დეტალებს, მე ეგრევე შემოწმე შენი მესენჯერი. ეგრევე გამოგიგზავნით დეტალებს, როგორ გაიაროთ ჩემი ფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც გაპოვნინებს წესიერ და ნორმალურ ადამიანებს, ისეთებს, ვინებიც შენ შეგეფერებიან ფსიქოლოგიურად. ჭკვიანდი